უპირველეს ყოვლისა გეტყვით იმას, რომ აქ ახლა საგამოძიებო სამუშაოები მიმდინარეობს, როგორც ჩვენთვის ცნობილია, საცხოვრებელი სახლის ბოლო სართული არის ჩამონგრეული და რა თქმა უნდა ამასთან დაკავშირებით ჰქონდა კომუნიკაცია თბილისის მერიასთან. ისინი გვიდასტურებენ, რომ ეს სახლი ნამდვილად იყო ავარიული, თუმცა რატომ არ მოხდა ამ დრომდე მოქალაქეების გაყვანა ამ საცხოვრებელი სახლიდან ჩვენთვის უცნობია. აგრეთვე საინტერესოა, აქ იყო თუ არა რაიმე ტიპის სამუშაოები, სარეკონსტრუქციო, თუმცა ძალიან საინტერესოა თუ რატომ ვერ გაიყვანა დედაქალაქის მერიამ მოსახლეობა ამ დრომდე ამ სახლიდან, რომელზეც როგორც უკვე აღნიშნე, გვიდასტურებენ, რომ ის არის ნამდვილად ავარიული. რაც შეეხება დაშავებულებს, ჩვენთვის როგორც ცნობილია, რამდენიმე ადამიანი არის დაშავებული, თუმცა მათი რაოდენობა ჩვენთვის ცნობილია. შინაგან საქმეთა სამინისტროში ჯერჯერობით ოფიციალურ რიცხვებსა და ციფრებს არ გვიდასტურებენ იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენი ადამიანი არის დაშავებული. ჩვენ ვმუშაობთ ადგილზე, ახლა ზურგს უკანაც ხედავთ, რომ მიმდინარეობს საგამოძიებო სამუშაოები, აგრეთვე აქ არის მობილიზებული სასწრაფო დახმარების ბრიგადა. დამატებით დეტალებთან დაკავშირებით კი, რა თქმა უნდა, მოგვიანებით შემოგიერთდებით და კიდევ მოგაწვდით ინფორმაციას. ბოლოს კიდევ ერთხელ გაჩვენებთ, ეს არის საცხოვრებელი სახლის ბოლო სართული, ავარიული შენობა, რომელშიც როგორც ჩანს, ბოლო მომენტამდე ცხოვრობდნენ მოქალაქეები, თუმცა მიუხედავად ამისა, დედაქალაქის მერიამ ვერ შეძლო, რომ ეს ადამიანები გაიყვანა, ან ვერ მოახდინა სათანადო რეაგირება. აქ არიან ადამიანები, ჩვენ სავარაუდო თვითმხილველებს შეგვიძლია გავესაუბროთ და გავარკვიოთ, ვინმე საკუთარი თვალით ნახა თუ არა ეს ფაქტი. გამარჯობა, თქვენ აქ იმყოფებოდით თუ არა მაშინ, როდესაც ჩამოინგრა შენობა. ხო, მოკლედ, მოქალაქეთა ნაწილი ან არ შესწრებია ამ ფაქტს, ან ისინი ვერ გვიდასტურებენ უშუალოდ რა მოხდა ადგილზე, თუმცა რაც დადასტურებით შეიძლება ითქვას, არის ის, რომ ნამდვილად არსებობს ამ მომენტისათვის რამდენიმე დაშავებული, რომელთა რაოდენობასაც ამ წუთებში ვაზუსტებთ და გარკვეული პერიოდის შემდეგ უკვე სრული ცნობები გვეცოდინება იმაზე, თუ ვინ დაშავდა, როგორი არის მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა. აქ არის როგორც საპატრულო პოლიციის, ისე სასწრაფო დახმარების მანქანების ბრიგადები მობილიზებული, სახანძრო ავტომობილსაც ხედავთ და საბოლოო ჯამში ახლა ამ წუთებში მოქალაქეთა პოზიციაც რომ გაგაცნოთ, ისინი არიან შეშფოთებულები, საკმაოდ კრიტიკულ განწყობებს გვიზიარებენ დედაქალაქის მერიასთან დაკავშირებით და ამბობენ, რომ თუ კი მერიამ იცოდა, რომ ეს სახლი იყო ავარიული, მაშინ რატომ არ იმოქმედა დროულად და რატომ არ გაიყვანა ეს ადამიანები ამ ადგილიდან. ხო, აი ახლაც ხედავთ აზრთა სხვადასხვაობას მოქალაქეთა პოზიციებს შორის, მათი ძალიან დიდი ნაწილი არის შეშფოთებული ამ ფაქტით და რა თქმა უნდა, ყოველი მათგანი არის დაინტერესებული იმით, თუ როგორ არის ახლა იმ ადამიანების მდგომარეობა, რომლებიც არიან დაშავებულები. მე აღვნიშნავ იმასაც, რომ ეს არის საკმაოდ ხალხმრავალი ადგილი, ეს არის სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორია და განსაკუთრებით საღამო ხანებში მოხდა სულ ცოტა ხნის წინ ეს ფაქტი. სწორედ იმ დროს, როდესაც ძალიან ბევრი ადამიანი გადაადგილდება ამ ადგილზე. გამარჯობა, ქალბატონო, გითხარით, აი თქვენ ახლა აფიქსირებდით თქვენს პოზიციას მერის უმოქმედობასთან დაკავშირებით, რაიმე იცით თუ არა უშუალოდ ამ სახლზე? წლების უკან, დიახ, აი აქ დაბლა ახლა სადაც დეილი არის, აი იქ იყო განთავსებული ორი ნაბიჯი. მოხდა რაღაცა მაგ დროს, რა ვიცი რა იყო, მაგრამ მოხდა და გაიყვანეს ესე. ორი ნაბიჯი გავიდა, მერე შემოვიდა სპარი. კიდე მოხდა რაღაცა გაიყვანეს. ახლა მესამე დეილია შემოყვანილი. ეს შენობა რო ავარიული იყო, ეს ყველამ ჩვენ უბრალო მოქალაქეებმა ვიცოდით და მერიამ არ იცოდა, ძალიან კარგად იცოდნენ. ამ შენობაში არანაირად არ შეიძლებოდა ადამიანების ცხოვრებაც. ეს შეალამაზეს, შეათეთრეს. მეტი არაფერი შიგნით არის საშინელება თურმე. აი შედეგიც. მსხვერპლეს ადამიანები. ბატონო, რაიმე სამუშაოები მიმდინარეობდა თუ არა ხომ არის? არაფერი, აი უბრალოდ ეს, აი ვითომ გარედან რო შეხედა, ხო, კარგი შენობა ჩანს, ხო, ვითომ. მაგრამ შიგნით აგერ ფაქტის სახეზია, რაც მოხდა. მე ხშირად დავდიოდი, კიდე კაი, აი იქიდან მიწევს სამსახურის მეორე გამოსვლა. და აი ზუსტად იმ ადგილებში გავდივარ, აქეთ ცხოვრობ. გამლეც გაეცა ვიღაცასო და ხო შეიძლებოდა ერთ-ერთი მეც ყოფილიყავი. ახლა ყველაფერს მთავრობას უდავაბრალებთ და ყველაფერს მერიას იტყვის აქ ხალხმა და ძირითადად ეს არის მერიის ბრალდებულება ზუსტად. მაგადი ასეთი უყურადღებობის გამო ხდება ყველაფერი. თქვენ შესწარით დაშავებულებთან დაკავშირებით ხომ არ გაქვთ მე დაბლა მუშაობდა, რომ გაჩნდა ეს სირენების ხმა, ვიცოდი აქ ჩემი ახლობლები მუშაობდნენ და გამოვეკანე. ავალაგე იმას ვქენი, დავკეტე და აი ესენი, აი ეს ხალხი, დედა და შვილები, ახლობლები არიან ჩემი.
და ზუსტად ვიცოდი ეს ავარიული შენობა იყო, თქვი ეს ადგილი იქნება მეთქი და ზუსტად მან ყოფილა და აი რაღაც ბეწვზე გადარჩნენ ეგენი. კი ბატონო, დიდი მადლობა. გამარჯობა ქალბატონო, თქვენ როგორც ვიცით, აქ იმყოფებოდით მაშინ, როდესაც ეს შემთხვევა მოხდა, ვითვალისწინებთ თქვენს შოკურ მდგომარეობას, თუმცა რამდენიმე კითხვას დაგისვამთ. რა მოხდა რომ გითხრათ? გადავშიდდა და ჩამოინგრა ის და გადავშიდ მეტი რა უთქვა, აიგერ დეუც ყველაფერი. ტროტუარზე ვიჩექი და შენ გადავშიდ ხალია მოყოლილი. ამლევით მყარე რომ წამოვიდა. ემწოჩები უხდი რომ რაც ხდებოდა. გამოვასარე. გზაზე გადმოვედი და ჩამოიშალა. სანამ დავარდებოდა. ერთი ადამიანის კლავი დევს იქიმით ვიცი რომ ერთი ადამიანია მოყოლილი მეტი არ ვიცი. ზუსტად იქ ქვეშ ვიჩექი. სადაც ჩამოინგრა. რაღაც გრუხუნის ხმა იყო და დამტვერვა რომ დავინახე. ემწოჩე ვიცი რომ რაღაც მივხვდი რაღაცა წყდებოდა და გამოვასწარი და ჩამოიშალა ბოლომდე. მეტი არაფერი არ. თქვენ აქ ცხოვრობ? მე ექვე უმუშაობ ამ კორპუსში, სადაც ჩამოინგრა იმის ქვეშ. მუშაობდა. ეგერ გაზრის წინ კორპუსში ვცხოვრობ. 8 ნომერში. მადლობა გაიხარდი. თქვენს კითხავთ, აი ამბობენ რომ ეს არის ავარიული. დედარაშვილი ვარ ჩვენ. ავარიული იყო და ჩამოინგრა დღეს. რამდენი ხანია იყო ავარიული იყო და იცოდნენ რომ უკვე ჩამოინგრეოდა, მაგრამ მაინც აქ ვაჭრობდნენ რა ეს. აინც ვიყავით და გადავჭი ჩვენ, მაგრამ მოყვას სხვა. იცოდო არ არის. მეტრო გადის ქვეშ. მერიას ქონდა კომუნიკაცია ვიმასთან. იმდენი ჩვენ არ ხო იყვნენ მოსულები და მე ჩვენ რა ვიცი კაცი ეგერ ვინ ცხოვრობს ზემ მქონდა ნაკერავები და უმუშაობდი. მე ვისთან მქონდა კომუნიკაცია, ეგ მე არ ვიცი. ჩემო კარგო ვისთან მქონდა კომუნიკაცია. პოლი გასკდა, პოლი პადვალი და გადავიდნენ სხვები, მაგრამ სხვები მოვიდნენ იმის შემდეგ კიდე რო არ იცის რა ხდება. ანუ ასეთი ფაქტი იყო, თქვენ ადასტურებთ რომ იატაკიც დაზიანდა, მერია მიცოდა ამასთან დაკავშირებით, თუმცა არ მოახდინა რეაგირება? კი. იატაკი დაზიანდა და რა. ბაჭი, მანქანა გავაჩერე ახლა და გამოვედი 15 წუთის გასული ვიყავი და ესეთი ამბავი მოხდა. მანქანა აღარ არსებობს ჩემი. სულ გაუბედურებულია წინა მხარე. კი ბატონო, დაშავებულებთან დაკავშირებით ხომ არ გაქვთ თქვენ ინფორმაცია? არა, ეხლა მითხრეს და ესეთი ამბავი მოხდა და გამოვიქეცი. და ნახე მანქანა და მანქანა აღარ არსებობს. ჩემი მანქანა. ერთი ადამიანის კლავი რო დევს, მაპატიეთ რო დევს ესეთი გამოთქმა. იმით ხვდები რომ ერთი ადამიანი არის და მეტი არაფერი არ უწეს გზიდანაც ჩანს აქედან. რო გახედავთ ის ერთი ადამიანის კლავი ჩანს აქედანაც რო გახედავთ. მეტი სხვა არ ვიცი. ჩემს თვალთახედვაში ვინც იყო ჩემს გვერდით მაღაზიაში ის კი დავინახე ცოცხალია. ხორცის მაღაზია არის ჩემს გვერდით, იქაც ცოცხლები არის. კი ბატონო, კარგი, ძალიან დიდი მადლობა. ჩვენ ახლა ვხედავთ, ასეთი არის აქ არსებული მოცემულობა, მოქალაქეები ამბობენ, რომ ამ შენობას უკვე ძალიან დიდი ხანი აქვს პრობლემა, ის არის ავარიული, გვიდასტურებენ იმასაც, რომ ერთ-ერთ მაღაზიაში იატაკსაც ჰქონდა პრობლემა, ის იყო დაბზარული. ამ ეტაპზე გვეუბნებიან იმას, რომ არის რამდენიმე დაშავებული, მათ რაოდენობასთან დაკავშირებით არ გვაქვს ინფორმაცია, ცხადია ვრჩებით ადგილზე და ვარკვევთ დეტალებს, მათ შორის როგორც დაშავებულებზე, ისე მერიის ქმედებასთან დაკავშირებით და რა თქმა უნდა, რჩება ამ პროცესში მთავარი კითხვა, რომ თუ კი იცოდა დედაქალაქის მერიამ, რომ ეს შენობა არის ავარიული, მაშინ აქამდე რატომ არ მოხდა სათანადო რეაგირება და რატომ არ გაიყვანეს აქ მცხოვრები ან მომუშავე ადამიანები? ძალიან დიდი მადლობა ხატია სამხარაძეს, რომელიც გვერდებოდა შემთხვევის ადგილიდან პირდაპირ ეთერში და რომელმაც მოგვასმენინა სწორედ თვითმხილველების და მათ შორის